მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე სასაუბროდ რადიომედის სტუდიაში ჩვენ მასპინძლობთ კალბატონ ნანა კაკაბაძეს, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრს. გამარჯობა, მადლობა სტუმრობისთვის. კალბატონ ნანა, პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციის დამდგმელ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კერძ არჩევნებში, ასევე ვერც პოლიტიკურ პოზიციებს ვერ დაიკავებენ და აგრძელებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა. ასევე მუშაობს პარლამენტი კიდევ სხვა ტიპის ცვლილებებზე, რომელიც რეგლამენტის ცვლილებებს ეხმაურება და ეს არის მიზანი. აი ამ საპარლამენტო ცვლილებების ინიციატივისა და ცვლილებების ფონზე ჩვენ ოპოზიციური ფრთის მხრიდან და საერთაშორისო წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ ნეგატიურ შეფასებებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით და რადგან ეს ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც აი ამ კონსტიტუციის დამდგმელ პარტიასთან კავშირში მყოფ პირებთან უკვე მიიღო პარლამენტმა, პირველ რიგში ამ თემაზე გთხოვს კომენტარს და ამერე ამ ჭრილში გავშალოთ ჩვენი დიალოგი. მინდა დავიწყო იქიდან, რომ თქვენ ბრძანეთ ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნით მოყვაო ამასო დიდი წინააღმდეგობაო ამ ცვლილებებს. პოლიტიკური შეფასებები მოვისმენთ. დიახ, და მინდა ვთქვა, რომ ის სუბიექტები, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფო დამხობის მცდელობა არ არის დასაგმობი და დასაგმობია მხოლოდ კანონი, რომელიც ასეთი დაგმობის ორგანიზატორებს უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას, ამათი აზრი ალბათ ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს, ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და აქედან უნდა ვიხემძღვანელოთ. მე ვგონია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არის ქვეყნის კონსტიტუციური განვითარება და არაკონსტიტუციური ქმედება და ყველა ის სუბიექტი თუ იურიდიული პირები, რომლებიც თვლიან, რომ კონსტიტუციის დარღვევით შესაძლებელია ხელისუფლებაში მოსვლა, ყველა ამის მიმართ უნდა იქნეს კანონი უმკაცრესი და რაც თავარია უნდა იყოს ამ კანონის აღსრულება. ისე რომ ჩვენ ამოვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან და არა იმიდან, რომ პირადი ინტერესების მქონე ლიბერალური დასავლეთი რას ფიქრობს მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული. გასაგებია. ჩვენ ნახეთ კიდევ ერთი არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ნახეთ იგივე ოპოზიციურ სივრცეში, ასე ვთქვათ, შეუთანხმებელი და სხვადასხვა ვარიანტი ქმედებისა. შემდეგ ვიხილეთ პრეზიდენტის სასახლესთან ის რაც მოხდა და გარკვეული უთანხმოება, გარკვეული ჯგუფი პარტიების ოპოზიციური ღებულობდა ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, გარკვეული უარს ამბობდა და პროტესტს აცხადებდა. ამ ყველაფრის ფონზე 4 ოქტომბრის არჩევნები შედგა, რომელზეც დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ იყო მცდელობა და ვერ შედგა გადატრიალება და ეს არჩევნებიც, ასე ვთქვათ, დასრულდა და პროცესები ჩვენ ვიხილეთ ჯერ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ახლა ამ არჩევნების შემდეგ ისევ არის მრავალფეროვანი შეფასება, შეხედულებები და აი ესეთ შიდა პოლიტიკურ ველზე მოქმედებთ. თქვენი შეფასება როგორია ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ რა პერსპექტივას ხედავთ შიდა პოლიტიკური პროცესების გაგრძელებისა, თუნდაც ოპოზიციური ფრთიდან? ოპოზიცია როგორც ასეთი ქვეყანას დიდი ხანია არ ყავს სამწუხაროდ. მე ვთვლი, რომ შეცდომა შეფასდეს ოპოზიციად ისეთი ძალები, რომლებიც წარმოადგენენ დესტრუქციულ ძალებს ქვეყანაში და ისინი იმყოფებიან ხელისუფლებასთან არა პოლიტიკური ოპონირების ფორმატში, არამედ კრიმინალურ ფორმატში. ისინი თვლიან, რომ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, არჩევნები არ არის ის გზა, რითიც მათ ხელისუფლება უნდა ჩაიბარო და ერთადერთ გზად მიიჩნევენ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციას. სახელმწიფო გადატრიალებას თქვენ იცით, რომ ჯერ არჩევნებამდეც იყო საუბრები იმაზე, რომ მშვიდობიანი დამხობა, ესეთი ტერმინი საერთოდ სოფლიოში ესეთი ტერმინი ასეთ ტერმინს არ უარსებია, არც უფლებადაცვითი მიმართულებით, არც პოლიტიკაში მსგავსი რამ არ არსებობს, დამხობა როგორ შეიძლება
შეიძლება იყოს მშვიდობიანი, როდესაც დამხობა თავისთავად ძალადობაა და ძალადობა თავისთავად კრიმინალია. აქედან გამომდინარე ასეთ ძალებზე აპელირებით საუბარი იმისა, რომ ოპოზიციამ არ მიიღო, ოპოზიციამ კი არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, აი ამ კრიმინალურმა დესტრუქციულმა ძალამ, რომელიც არ არის არჩევნებზე ორიენტირებული, არ არის პოლიტიკურ დებატებზე და პოლიტიკურ კონკურენციაში შესული ხელისუფლებასთან, აი ესეთმა ძალებმა არ მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც უნდათ გადატრიალება და ომი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყანაში შეიქმნას მართლაც კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც იქნება ოპონირების პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში ხელისუფლებასთან, გააკრიტიკებს პოლიტიკური საქმიანობებისა და მისი პოლიტიკის ირგულივ იქნება ორიენტირებული და ესეთი გამონათქვამები, რომელიც მსოფლიოს არ გაუგია, არ მოусმენია მშვიდობიანი დამხობა ან დამხობა პირდაპირ მნიშვნელობით, როსაც ისინი აანონსებენ და ზოგჯერ არ აანონსებენ, მაგრამ ასეთი დამხობის ინსცენირებებს აწყობენ მუდმივად ხან პარლამენტის წინ, ხან პრეზიდენტის რეზიდენციის წინ და ხანსად უნდათ ეს დამხობა და ხანსად. აი ასეთი ფორმატები საქართველოში უნდა დაასრულდეს. ერთი ეს რომელი საუკუნეა, რომ ესენი კიდევ ფიქრობენ, რომ 2003 წლის რეჟიმში არიან და ისევ ფიქრობენ, რომ შევარდნაძეა ხელისუფლებაში და მარტივი არის მასთან გარიგება დასავლეთის, რომ ხელისუფლება დათმოს და ამათმა გადატრიალებით ძალაუფლება აიღოს. ჩვენ უკვე გამოვცადეთ გადატრიალების შედეგად მოსულმა ძალამ ნაციონალურმა მოძრაობამ 2003 წელს რასისხლიანი 9 წელი დაატეხა ქვეყანას, ეს ჩვენ გავიარეთ ძალიან დიდი ტკივილებით და ასევე მთლიანად ეს 13 წელი, რომელსაც გავდივართ ჩვენ თითქოს და ოპოზიციურ რეჟიმში მყოფი ნაციონალური მოძრაობის ანასხლეტებთან და თვითონ ნაციონალურ მოძრაობასთან, რამხელა ტკივილების და ზიანის მომტანია ის არა ხელისუფლების იმდენად, რამდენადაც ქვეყნისთვის. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქვეყანაში სტაბილურობის განცდისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და შემოსვლისთვის. წარმოიდგინეთ, როცა აი ამ სიგიჟეს უყურებს ახლა მსოფლიო, იგივე ინვესტორები, რომ რაღაცა მანიაკალური ის არის ამოჩემება, რომ 300 რაღაცა დღე, მე არ ვიცი, ვერც ვითვლი მე რამდენი დღე, გამოდიან 15-20, გინდა 100 კაცი, კეტავენ ქუჩებს და არის მუდმივი აურზაური. აი ვინ ჩადებს აქ ინვესტიციას, ვინ შემოვა აქ, ვინ დაინტერესდება ასეთი ქვეყნით. ეს ხო ქვეყნის ზიანია, ეს ხო იმ ხალხის ჯიბის ზიანია, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებს წარმოადგენენ და მე იმისი ყველაზე დიდი განცდა და ტკივილი იმისი მაქვს, რომ აი ეს ინფორმაციები ნორმალურად არ მიეწოდება საზოგადოებას, რომ ეს რა ზიანის მომტანია, რითი დააზიანა ამ სიგიჟემ ხელისუფლება, ერთი გამაგებინეთ რა. ვინმეს მაგის მიხედვით შეეცვალა თანამდებობა და დატოვა და წავიდა, ვინმე ამეთი დააზარალდა და ვერ მოიწყო ცხოვრება ხელისუფლებაში, თუ აი ვინს მიაყენეს ზიანი, მიაყენეს ვინ ხალხს, თუ უყურებთ და ალბათ უყურებთ გადაცემებს, გამწარებული ხალხი 15 კაცით გადაკეტილ ქუჩაზე, რომ ჩხუბს იწყებს და ეუბნება, რომ გამატარე, ავანტყოფი მიმყავს, ავანტყოფოში ან სახში მეჩქარება, ბავში მელოდება, ან აი ესეთი გამწარებული საზოგადოება და სხვათა შორის ესეც ჰქონდათ აი ამ ნაციონალების ანასხლეტებს დაანონსებული, რომ უნდა გავამწაროთ ხალხი და ორიენტირებული არიან ხალხის გამწარებაზე. თორე ხელისუფლება თავისი იმითი, რა ქვია, მარშრუტით ყოველთვის ივლის და ყოველთვის შეძლებს იმ გადაკეტილი გზისავლას და ის სასწრაფო დახმარების მანქანა იქნება სახანძროს თუ იგივე ჩვეულებრივი მოქალაქეების მანქანები, რომლებითაც ისინი დანიშნულების ადგილზე ვერ აღწევენ, აი ამათი გამწარება ხდება და აი ამათი დაზიანება ხდება და ეს უნდა მიეწოდოს საზოგადოებას რაღაც კარგი ენით და პოპულარული ენით, რომ საზოგადოებამ გაიგოს რასთან გვაქვს საქმე. ესენი ებრძვიან ხალხს და რატო ებრძვიან ხალხს? ხალხს ებრძვიან, იმიტომ რომ მუდმივად ეს ხალხი არჩევანს არ აკეთებს აი ამ დესტრუქციულ ძალაზე და მუდმივად ესენი ირჩევენ ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იდეალურ
იდეალური კი არ არის. სად გინახიათ იდეალური ხელისუფლება? თქვენ შეგიძლიათ დამისახელოთ რომელიმე ქვეყანა, სადაც იდეალური ხელისუფლებაა და მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ტაშს უკრავს არსად არ არის კარგი ხელისუფლება, მაგრამ შედარებითია ყველაფერი, ხო? ესენი, რომლებიც ომს გვთავაზობენ, სისხლის ზღვრას გვთავაზობენ, გადატრიალებებს გვთავაზობენ, 300 და 400 დღიან რეჟიმში ქუჩების გადაკეტვას და ხალხის გაწამებას და გაბრაზე გავაბრაზოთ, შეიძლება რომ პოლიტიკაში იყო ჩართული რაღაცა პოლიტიკურ გაერთიანებას ირქმევდე და მიზანი გქონდეს ხალხის გამწარება? ამათ ხო ეს დაანონსებული აქვს, ეს ვინმეს ხო არ დაუბრალებია მათთვის, ეს ხო მათი სიტყვებია, მათგან წამოსული იდეებია, ძალადობრივი დამხობა, ეს ვინმემ გამოუგონა ხალხს, ვინმემ დააბრალა, ეს ხო მათი პოზიციაა და როდესაც აი ასეთ დესტრუქციასთან გვაქვს საქმე, მუდმივად გაიმარჯვებს ქართული ოცნება, სანამ ეს ხალხი არ ჩამოშორდება პოლიტიკას, ესენი კი არა, საერთოდ წითელი ეშმაკუნები რომ მოვიდნენ ნაციონალების კონკურენტებად ისე შმაკები გაიმარჯვებენ. იმდენად სატანური და ბოროტი და მიუღებელი ძალაა ის რაც დღეს ხელისუფლებას უპირისპირდება და გამოდიან კი დღეს რადიო თავისუფლების რაღაც სისულელე წავიკითხე დღეს რომ რეფერენდუმიო ხელისუფლების მომხრეებმა დაანონსესო. ხელისუფლების მომხრეობა უნდა იმას რომ იძახოდე რომ LGBT პროპაგანდა ქვეყნის მავნებელია. კი, კითხვა თქონდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკომისიამ მიიღო ეს დადგენილება და გადაწყვეტილება, რომელიც 2026-30 წლების პერიოდში LGBTQ+ თემის თანასწორობის სტრატეგიის სახელით გამოვიდა. ჩვენ მოვისმინეთ მაშინ თქვენი შეფასება და სწორედ მაშინ ახსენეთ თქვენ რეფერენდუმის თემატიკა და აი რა ჭრილში აკეთებთ ამაზე აქცენტს რომ განმარტოთ კიდევ ერთხელ. იცით რა არის, კიდევ მინდა იქ განმეორდე და ვთქვა რომ შეფასებები, როდესაც მოდის, რომ ამ რეფერენდუმსო ხალხ აყენებსო ისეთი ადამიანებიო, ვინც ხელისუფლების მომხრე არისო, ეს ხო თავისთავად არაჯანსაღი ადამიანებისგან წამოსული შეფასებაა. აი როგორ შეიძლება ადამიანი იყოს სრულ გონებაზე, სრულ ჭკუაზე, ასე ვთქვათ და ფიქრობდე რომ არასრულწლოვან ბავშვს, რომელსაც ჯერ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა აქვს, ჩამოუყალიბებელი აზროვნება აქვს, რომელსაც 18 წლამდე უფლება არ აქვს ჩვენ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, 21 წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ალკოჰოლი რომ მაღაზიაში იყიდოს, სიგარეტი რომ მაღაზიაში იყიდოს, ამისი უფლება ეკრძალება 21 წლამდე, შენ შემოგაქვს კანონი სავალდებულო წესით, რომ ბავშვმა სკოლის ასაკში მიიღოს გადაწყვეტილება სქესის შეცვლა უნდა თუ არა და თუ მშობელმა ეს აუკრძალა და უთხრა რომ ეს არ შეიძლება, მშობელი უნდა სისხლისამართლებრივად დასაჯო. აი ამ იმას რა ქვია, ფაბულას ჭირდება ხელისუფლების ესე იგი მხარდაჭერა, ხო არის რაღაცა შეფასებები, რომელიც გასულია საერთოდ გონიერების საზღვრებიდან, საერთოდ ბომბებს რომ ესროდე ხელისუფლებას ამ პოზიციას, როგორ შეიძლება რა შემაცვლებინებს, რომ ეს არის დაუშვებელი. აი ესეთ გაერთიანებაში ყოფნას, რომელიც გაიძულებს შენ, რომ არა მარტო წევრი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაექვემდებარონ ამ კანონმდებლობას, არამედ კანდიდატი ქვეყნებიც უნდა იზიარებდნენ ამას და მისდევდნენ ამას, ამას როდესაც თანაუგრძნობ და ეს მიგაჩნია სწორ პოლიტიკად, შენ არ ახარ ჯანმრთელი, თორე ისინი კი არ არიან ხელისუფლების მომხრეები, ვინც ამ პოზიციას აჟღერებენ. ნეტავი ხელისუფლება ხელს შეუწყობდებს ამ პოზიციას და მივესალმები. მე ვფიქრობ, რომ ეს ის ხელისუფლება შინაგანად, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი უნდა იყოს, მაგრამ შიშარაა პირდაპირ რო თქვას, რომ დიახ, მე ამ პოზიციას მხარს უჭერ, თორე ჩვენ რა საჭირონი ვართ. თქვენ იცით ალბათ, რომ სამი სუბიექტია, ვისაც აქვს საშუალება, რომ რეფერენდუმი მოითხოვოს და დანიშნოს. ეს არის პარლამენტი, ეს არის პრეზიდენტი, პრემიერის რეკომენდაციით ნიშნავს რეფერენდუმს და მესამე არის საინიციატივო ჯგუფი.
რატომ უნდა მიმიყვანოს მე საინიციატივო ჯგუფის ფორმატში ხელისუფლებამ, როდესაც ორი უძლიერესი მექანიზმი აქვს: პარლამენტი და მთავრობა, რომელსაც ამის გადაწყვეტა შეუძლია. მაგრამ თუ ისევ deep state-ს რო იძახის იმის გავლენის ქვეშ არის და პირდაპირ და ღიად ვერ იძახის, რომ აი ჩვენი პოზიცია მათთვის მისაღებია, კი ბატონო, ჩვენ საინიციატივო ჯგუფად დავრეგისტრირდებით, მაგრამ ესეთი წინადადებების დროს შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლების მომხრეა თუ არა, ეს რა კავშირშია? კიდევ ვიმეორებ, როგორ შეიძლება ჯანსაღ ოპოზიციასაც კი აი ამის მიმართ არ გააჩნდეს ერთიანობა. მე ვიხსენებ ახლა 2008 წლის ომს, მაშინ ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ესეთი კრიმინალები არ იყვნენ და ჯანსაღი ოპოზიცია იყო ნამდვილად. მათ თქვეს, რომ მიდის ქვეყანაში ომი და ყველანი ვართ ერთიანი. ერთობლივი განცხადებით, ეს არის პოლიტიკური დაპირისპირება შეჩერდა. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და აზროვნება. და ეს ხალხი სახელმწიფოებრივი მიდგომიდან და აზროვნებისგან, აი ეს ოპოზიციად წოდებული კრიმინალები, რომ აბსოლუტურად შორს დგანან. ეს ხო სახეზია, როდესაც აი ესეთი საკითხების ირგვლივ ვერ ერთიანდები და რჩები ისევ, ესე იგი, დაპირისპირება იმ ძალასთან, რომელსაც ეს უნდა, ახარ მოღალატე ქვეყნის. აი ნამდვილად ეს მოღალატე ქვეყნის ღალატი რაღაცა აბსტრაქტული ცნება კი არ არის, კონკრეტულ ქმედებებშია გამოხატული. აი ამის მხარდაჭერა, რასაც მე ვლაპარაკობ, რომ შენ გინდა რომ LGBT პროპაგანდა იყოს ქვეყანაში დაშვებული. შენ გინდა რომ არასრულწლოვან ბავშვებს მიენიჭოს უფლება სქესი შეიცვალოს, თანაც ისეთ ერში, რომელიც 3 მილიონს ძლივს ითვლის. და რომელიც ისედაც გადაშენების გზაზეა და ჩვენ ყოველწლიურ კლებას განვიცდით, მატებასთან შედარებით კლება უფრო მეტი პროცენტი გვაქვს. ამ დროს, როდესაც შენ ამას ლობირებ და იძახი, რომ რადგან ევროკავშირი თხოვლობს, უნდა გავაკეთო, ეს არის ქვეყნის ღალატი. ჩვენ კი არ ვდგევართ ხელისუფლების გვერდით, თვითონ დგანან საქართველოს მტრების გვერდით. და ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ სანამ აი ეს პოლიტიკა აქვს ევროკავშირს, დიახაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ ასეთი ევროკავშირის წევრი, იმიტომ რომ მე როდესაც საბჭოთა პერიოდში მივისწრაფოდი ევროპისკენ, მაშინ სულ სხვა ღირებულებები ქონდა ევროკავშირს და მინდა გითხრათ, რომ თქვენ ვერ ნახავთ ვერცეთ საერთაშორისო დოკუმენტს დაწყებული ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციით, სადაც LGBT უფლებები საერთოდ უფლებებში არის მოაზრებული. დღეს თქვი სხვა ეთერში და თქვენთანაც მინდა გავიმეორო, რომ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-14 მუხლში, სადაც დისკრიმინაციაა განსაზღვრული, რომ რა შემთხვევაში ითვლება პირი დისკრიმინირებულად, ჩამოთვლილია იქ პოლიტიკური, მრწამსი, რელიგიური და ასე შემდეგ, მაგრამ იქ ნახსენებიც არ არის სექსუალური ორიენტაცია, იმიტომ რომ ეს საერთოდ არ განიხილებოდა იმ პერიოდში, როგორც უფლება და ეს შემდგომ ევროსასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილებები ისევე მახინჯად, როგორც ის რომ LGBT მიდრეკილებები ამოაგდეს ავადმყოფობის ნუსხიდან და ჩასვეს როგორც ესე იგი ნორმა. აი ესეთი რაღაცები, როდესაც ხდება, შენ ის კი არა რომ იდეოფიქსი ხო არ არის მახსენდება საბჭოთა პერიოდი, ჩვენ მივდივართ კომუნიზმში. რა ხდება იმ კომუნიზმში? სად მიდიხარ შედალოცვილო ამ ევროკავშირში? გამაგებინე, იქ თუ იზღირებულებები აღარ არის, რასაც რისთვისაც ჩვენ ვიხწოდით და ხედავ რომ თავზე გამხობენ სუვერენიტეტს, თავზე გამხობენ შენ დამოუკიდებლობას, გეპყრობიან როგორც თავის ჯიბის რაღაცა ქვეყანას, რომლის მიმართ მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს და არა პარტნიორული დამოკიდებულება, ამას ხედავ ყველა რეზოლუციაში, რომლებსაც ევროპელები გვიგზავნიან აქ იმასავით, რა ქვია, მენტორული ტონით და ასევე ზოგიერთი ამერიკელი ისე იგი ცნობილი წარმომადგენლებისგან
კონგრესმენები იქნებიან ეს თუ სენატორი თუ ვინ ჯანდაბაც არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნისთვის ვინც მავნე რეკომენდაციას იძლევა ყველა მტერია ის ჩემი ქვეყნის შენ როდესაც გეუბნებიან 3 მილიონიან ერს რომ მეორე ფრონტი უნდა გაგეხსნაო და სულ ყველა მიცის დღეს საქართველოში კელი დეგნანი რასაც ლობირებდა აქ და რასაც აიძულებდა ქვეყნის პირველ პირს რომ ომი გამოუცხადე და ნუ გეშინიათ 3 დღეში არ ამოწყდებითო აი ასეთი აი აქ თუ მიისწრაფი შენ ეს არის ერის ღალატი და ის კი არა რომ ჩვენ ვართ მე ვარ ხელისუფლების მომხრე ჩემს სიცოცხლეში არც ერთი ხელისუფლების მომხრე არ ვარ მაგრამ მეორე მხარეს ოპოზიცია არ არის მეორე მხარეს არიან მოღალატეები რომლებსაც მიზანმიმართულად უნდათ ამ ქვეყნის განადგურება იმიტომ რომ იყოს ტერიტორია რომელსაც გამოიყენებენ დამპყრობლები რომლებითაც ისარგებლებენ დამპყრობლები და ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია თუ ხელისუფლების პოზიციას დაემთხვა ეს არის საკრიტიკო თუ ის რომ შენი პოზიცია ვითომ რომ ოპოზიცია ხარ და ქვეყნის მტრების პოზიციას რომ აი ემთხვევა და ომის პროპაგანდას რომ ემთხვევა და LGBT პროპაგანდას რომ ემთხვევა და ყველაფერ უბედურებას რაც ქვეყნისთვის შეიძლება დატრიალდეს ყველაფერ ამაში რომ ემთხვევით ერთმანეთს ეს არის ეს რა ქვია პოლიტიკური ოპონირება და ქვეყნის სამსახურში ყოფნა აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რომ საზოგადოებას გავაგებინოთ რასთან გვაქვს და ვისთან გვაქვს საქმე ამ ხალხს მართლა გონია რომ იქით ამ ხარეს ოპოზიცია და ის უნდა აიკრძალოს ვინ ოპოზიცია ვინ აკრძალავს აბა ერთი ოპოზიციაზე ხელი გაანძრიოს ხელისუფლებამ და თქვას რომ უნდა ავკრძალო მაგრამ ოპოზიცია კი არა თუნდაც ერის მოღალატეები არიან განა მარტო უნდა აკრძალოს ეს ხალხი ღალატის მუხლით უნდა გაასამართლოს იმიტომ რომ ყველა ეს პოზიცია რომელსაც ისინი აფიქსირებენ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა იქნება თუ ომის პროპაგანდა იქნება თუ LGBT იქნება თუ ოჯახური სიწმინდის ხელყოფა იქნება თუ გამჭვირვალეობის კანონის გაუქმება იქნება თუ რა იქნება ყველა ეს არის მიმართული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ და ესეთი ხალხი უნდა დაისაჯოს პოლიტიკაში კი არ უნდა იყვნენ უნდა დაისაჯონ არა ისე ფორმალურად როგორც ხელისუფლება აკეთებს 2 დღიანი ციხით და მერე გამოდიან და ბიზნესები აქვს ისეთი გაიხედეთ თუ რამე ბიზნესია ამ ქვეყანაში ნაციონალების ხელშია დღესაც ეს არის პოლიტიკა ამ ხელისუფლების და ამაში ვარ მე ამ ხელისუფლების ისა რა ქვია გვერდით რა თქმა უნდა გვერდით კი არა ვარ და ამის წინააღმდეგ როგორც შემიძლია ვიბრძვი რა ძალა მაქვს მაგრამ რაც მაქვს ვიბრძვი მაგრამ იქ სადაც ეს ხელისუფლება 100%-ით მართალია იქ როგორ შეიძლება რომ მე ვიყო მისი ოპონენტი რომ ჩემი ქვეყნის ოპონირებას დავიწყებ და ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას დავიწყებ აი ეს განსხვავება ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის რომლებიც იძახიან რომ აი ამ იდეების რეფერენდუმი იქნება ეს თუ ომის წინააღმდეგ გალაშქრება იქნება თუ აი იმ კანონმდებლობის რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს რომ გავაუქმოთ იმის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება ეს თურმე ხელისუფლების პოზიცია ყოფილა და არა ჯანმრთელი საზოგადოების ქართული საზოგადოების გასაგებია გაბატონო ნანა ამასობაში ჩვენი საერთო დროც ამოიწურა მადლობა სტუმრობისთვის თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის